აქ გუჩი არ წერია, სუხიშვილი წერია. ტრადიციას გვით ჩვენ. როგორ შეიძლება სცენაზე გადმოვიტანოთ აქციები თუ დარბევები? სამიზნეები ვართ დღეს, ხო? ნამდვილი ამერიკული სნაიპერების ფორმა გამოვიწერე პენტაგონიდან. ნუ რატო უნდა უთხრა უარი ევროპას არ მესმის. რომ თქვენი პოზიციების გამო ისჯები. ღირსი გამხადეს ფილარმონიაში დღის გამოყოფი. სად არის დემოკრატია? სად არის სიტყვის თავისუფლება? ნუ გამგები გაიგებს. რას ცეკვავენ სუხიშვილები? ეს არ არის ქართული ცეკვა. ჩემი ლანდღვაგინების ტალღა აწყდა, გზნობრითით ჩემი მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ. აი ეს არ უნდა მეთქვა, ან სხვა სიტყვებით უნდა მეთქვა. ძალიან რთულია, როცა სცენაზე დგეხარ, აი 10,000-ობით ხალხის წინაშე და რაღაცა იმ წუთში რო გადასაწყვეტი რაღაცა. მე ვიქნებოდი ალბათ ძალიან კარგი მოცეკვავე. ნუ რასაკვირველია, მხოლოდ სუხიშვილების. თქვენ ხართ დესპოტი, ჟურნალისტი ხარ და იცი ჰედლაინად რა უნდა გამოიტანო, რომ ამბავი ატყდეს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე, ეს არის YouTube არხი მისმინე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ნინო სუხიშვილი, სახელმწიფო ანსამბლის სუხიშვილების ხელმძღვანელი, სუხიშვილების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი და სუხიშვილების, რომლის შემოქმედება უნახავთ, არ ვიცი, მეფეებს, პრეზიდენტებს, მილიონობით მაყურებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რას ნიშნავს იყო ტრადიციების ერთგული მაშინ, როდესაც ტრადიციები დღეს ბრძოლის იარაღად არის ქცეული, რას ნიშნავს თავისუფლება, რას ნიშნავს ცეკვა და სცენა ნინო სუხიშვილისთვის და როგორი არის კულტურის როლი და ისახავს და ირეკლავს თუ არა ქორეოგრაფია დღეს, თუნდაც იმ პროტესტს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ქუჩაში. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ხართ პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიცი რა დატვირთული გრაფიკი გაქვთ და დრო რო გამონახეთ ჩვენთვის, მადლობას გიხდით და პირველ რიგში ცხადია, მინდა საუბარი დავიწყო სუხიშვილებით. ქვეყნის კულტურული ბრენდია სუხიშვილები, ჩვენი სიამაყე, მაგრამ აი თქვენ თავად როგორ ხედავთ სუხიშვილებს? როგორ ჩამოაყალიბებდით ამ ანსამბლის მისიას და რა როლი აქვს სუხიშვილებს 21 საუკუნეში? საერთოდ მე ვთვლი, რომ მარტო სუხიშვილები კი არა, საერთოდ ხელოვნებას ძალიან დიდი როლი აქვს. თან როგორც თქვით, რთულ დროს გვიწევს ძალიან ცხოვრება, საკმაოდ დაბალი ფასეულობების პერიოდში. თუმცა როდის იყო ეს მაღალი ფასეულობები რა პერიოდში უკვე აღარ ვიცი. და რა თქმა უნდა ხელოვნებას მაყურებელს, რომ სტუმარი გვყავს ხოლმე პერიოდულად ლიზა შემოდის, გადის. არაჩვეულებრივი ძაღლი უსაყვარლესი. კი ბატონო, გავაგრძელოთ. და ამიტომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს და დიდი როლი აქვს საერთოდ ყველა სფეროში, მარტო თავის სფეროში არა, იმიტომ რომ ყოველთვის გვაქვს შანსი, ასე ვთქვათ, გვაქვს სცენა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ ჩვენი ხელოვნებით, მოძრაობით, ცეკვით და ამიტომ ვთვლი, რომ ყოველთვის ეპოქას უნდა მიყვებოდე, კვალ და კვალ აუცილებელია გაითვალისწინო ტენდენციები და რა თქმა უნდა განვითარდე. სუხიშვილებს ყოველთვის ჰქონდათ აღებული მისია ნოვატორობის. აი დაარსების დღიდანვე ჩვენ წელს 80 წელი გვისრულდება ოფიციალურად, რაც სტატუსი მიიღო ანსამბლმა სახელმწიფო სტატუსი, თორემ მანამდეც არსებობდა და მაგრამ ჩვენ იურიდიულად მაინც ვითვლით, როცა სტატუსი მივიღეთ და წლებს არ ვიმატებთ. თუმცა 20-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა დასი და შემიძლია ვთქვა, რომ 100 წლისაც ვართ, მაგრამ მაინც მე ვთვლი, რომ ეს უფრო სწორია, როცა სტატუსი მიიღო 45 წელს ომის დამთავრების მერე ერთ თვეში გამართა კონცერტი და ბუნებრივია, რომ მანამდეც არსებობდა. და რაც შეეხება ამას, რომ იმ თავიდანვე ნინომ და ილიკომ ამ ანსამბლში ჩადეს, აი ყველაფერი, თავისი სული, გული, ქვეყნის ტრადიციები, თავისი ქორეოგრაფიული ფანტაზიები, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ხალხურ და ტრადიციულ საფუძვლებზე აგებული, მაგრამ 1-2 ილეთიდან შეიქმნა ცეკვები, რომელიც დღეს ტრადიციად არის აღიარებული, მაგრამ ტრადიცია ხო რა არის? ტრადიციას ქმნის ხალხი, ტრადიციას ქმნით ჩვენ. აი ესე
დაიდგა და დღეს არ ვიცი სამაია იქნება ეს თუ დაისის მასიური ქართული თუ ხევსურული თუ ხანჯლური თუ ის ცეკვები რაც ჩვენი კლასიკური პროგრამის ნაწილია ისიც ძალიან ნოვატორული იყო თავის დროზე და ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა რომ ეს არ არის ქართული ეს არის მოგონილი დღეს რასაც თვლიან კლასიკა და ტრადიციად მე ხანდახან მეღიმება იმიტომ რომ მაშინ ეს ძალიან ნოვატორული იყო და ჩვენც ამ სტილით ვაგრძელებთ ზუსტად იმას მივყვებით როგორც იმათმა დაიწყეს რაც ჩადეს ამ ანსამბლის შექმნაში რომ ყოველთვის უნდა განვითარდეთ სულ უნდა რაღაცა სიახლე შევთავაზოთ მაყურებელს და თან ფეხდაფეხ უნდა იარო დროსთან ერთად ეს რაღაც ერთგვარი გამოწვევაც არის იმიტომ რომ ალბათ საინტერესოა როგორ არჩევთ რომელი ტრადიციული ელემენტი უნდა დარჩეს უცვლელად და რომელი უნდა შეიცვალოს და მოერგოს თანამედროვეობას ყველანაირი მარტივი ხალხური მოძრაობა ან ილეთი ნელ-ნელა ტრანსფორმირდება ის რთულდება, ის იხვეწება, იმას რაღაცა ემატება, იმიტომ რომ ერთია აი რაღაცა ჩვენი ეთნიკური ცეკვები, რომელსაც საუკუნეების წინ თუ არ ვიცი როდის ასრულებდნენ ხო რაღაცა სოფლებში დღესასწაულებზე, ქორწილებში და სხვადასხვა ღონისძიებებზე ხო მინდორში. ის ხო ბევრად უფრო მარტივი იყო, იმის დახვეწა, იმისი თეატრალიზება, ანუ სცენაზე ამოტანას კიდე ჭირდება, ამის განვითარება და აი ეს ყველა ილეთი ტრანსფორმირდებოდა და გადადიოდა უკვე სცენაზე, იხვეწებოდა, რთულდებოდა და უკვე იქმნებოდა შოუ. ფაქტიურად ილიკომ და ნინომ მაშინ შექმნეს აი ხალხური შოუ, რომელიც იყო უნიკალური, იმიტომ ჰქონდათ ესეთი აღიარება მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ არსად ესეთი რამე არ ხდებოდა, რომ გააკეთო ნარევი მიქსტი იმისი ფოლკლორის, მოდერნის და კლასიკისთან ერთად შეკრა და გააკეთეს შოუ. თან ჩვენ ძალიან მრავალფეროვანი ესეთი ქართული ტრადიციები გვაქვს ცეკვის და რასაკვირველია სიმღერისაც. თუმცა საცეკვაო მუსიკა საერთოდ არ არსებობდა. იმიტომ რომ ოდითგანვე ქართველი ცეკვავდა ნამღერზე. ამიტომ ფაქტიურად ნინომ და ილიკომ საცეკვაო მუსიკაც შექმნეს. და თქვენს შექმნით მუსიკა ცალკე ილიკომ უკვე, ანუ ჩემმა ძმამ ილიკომ უკვე განავითარა და შექმნა ისეთი საცეკვაო მუსიკა თავის ბენდთან ერთად, რომელიც მოსასმენი გახდა. რომელიც მანქანაში შეიძლება მოусმინო. ვიზუალის გარეშე საცეკვაო მუსიკას ვერ მოусმენდი, ნუ რთული იყო და ნუ თან ძალიან ცოტა კომპოზიტორს ზაქარია ფალიაშვილს აქვს მხოლოდ ცეკვები დაწერილი, რაც ეხაც არის ოპერებში აბესალომ და ეთერი დაისი, ვიქტორ დოლიძეს კეთო და კოტეში, არჩილ კერესელიძესაც აქვს, აი თიძით შემოსათლ კომპოზიტორებს აქვს საცეკვაო მელოდიები, რომელიც მე ნინომ და ილიკო მაშინ თავის თანამედროვეები იყვნენ ესენი ყველანი და გამოიყენეს ალექსი მაჭავარიანის ხორუმი, რომელიც მე ვთვლი რომ ყველაზე იდეალური ხორუმია, ყველა ქართულ კომპოზიტორს აქვს ხორუმი დაწერილი, იმიტომ რომ ესეთი რიტმია, რომ არც ერთი თანამედროვე კომპოზიტორიც არ აუვა ამას, რომ არ გააკეთოს თავისი ვერსია. თუმცა ჩვენ მაინც ალექსი მაჭავარიანის ხორუმზე ვართ გაჩერებულები, აი როგორც დაიდგა ჩვენ საკონცერტო პროგრამაში არის ეს ხორუმი. შემდეგ სხვა ხორუმებიც გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი, მარტო ჩვენ ანსამბლში 4-5 ვერსიაა, მაგრამ მუსიკას რაც შეეხება დაუბრუნდები, საჭირო იყო ამის განვითარება. ახალმა ქორეოგრაფიამ მოითხოვა ახალი მუსიკალური თანხლება და ეს უკვე ჩვენ ეპოქაში შეიქმნა. და ამის გამო შიგადაშეკ ვიღაცები გამოდიან და გააკრიტიკებენ სუხიშვილებს და თქვენ სხვათა შორის ახსენეთ, რომ ნინო და ილიკოც იღებდნენ მსგავს კრიტიკას. მაშინაც იყო, რას ამბობდნენ? მაშინ არ იყო არც Facebook-ი, არც სოციალური ქსელი და ამიტომ ეხა გაზეთებში როგორ გებულობდნენ ამ კრიტიკას? გაზეთებით და ნუ აი ასე ღიად წერდნენ? ტელევიზიით ალბათ. ღიათაც წერდნენ კი როგორ არა. რა რეაქცია ქონდა? არ ქონდა სხვათა შორის არაზროს ამაზე რეაქცია და ეცე ჩვენც ისე გაგზარდეს რომ არ უნდა კონდეს რეაქცია ამაზე. ჯერ ეს ერთი ყოველთვის უნდა უსმინოს საკუთარ თავს და გვასწავლეს გადაწყვეტილებების მიღება. სულ გვეუბნებოდნენ რომ აი გადაწყვეტილების მიღება არის ყველაზე რთული და აი შენი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი.
არავინ ვერ გადაწყვიტავს და ვერავინ შენს გარდა აი რაღაცა როცა არის გადასაწყვეტი და მართლა იცი ესე გვაქვს გამჯდარი მე და ილიკოსაც რა უცებ ვიღებთ გადაწყვეტილებას პირველი გადაწყვეტილება არის ყოველთვის სწორი როგორი მოქმედო მარტო ხელოვნებაში არა ცხოვრებაში სხვათა შორის და ამიტომ ნინო და ილიკოს დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოუწიათ ესე თქვა გავლა ჯერ მარტო ინოვაციის გამო რასაკვირველია კოსტუმების გამო სოლიკო ვირსელაძე გენიოსი ქართული სცენოგრაფიის მეტრი ნამდვილი ვირსალაძეც იყო კრიტიკის როგორ არა ჯერ წითელი ჩოხა ხანჯლურში ისეთი ამბავი მოყვა ამას როგორ შეიძლება ქართულმა კაცმა წითელი ჩოხა ჩაიცვას დღეს მე არ მეგულება არც ერთი ანსამბლი ბავშვთა თუ დიდის თუ პროფესიონალი თუ უბრალოდ თვით მოქმედი კოლექტივები რო წითელი ჩოხა არ ეცვას მოცეკვავეს და აფიშაზე ყველა სამხტარი კაცი წითელ ჩოხაში არ ყავდეს გამოსახული ნუ აი ეს უკვე ტრადიცია აი აქ არის ზუსტად რომ ჩვენ ვქმნით ტრადიციებს ქმნის ხალხი და ეს ტრადიცია ზოგი რჩება და გრძელდება, ზოგი ძველდება და რაღაცა იკარგება, მაგრამ ის რაც ღირებულია, ეს ყოველთვის რჩება. სხვადასხვა დავაკვირდი, რომ ის ანსამბლებიც კი არ დავკონკრეტდები, ვინც ამბობდა, რომ რას ცეკვავენ სუხიშვილები, ეს არ არის ქართული ცეკვა, იმათაც თითქოს შემდეგ სუხიშვილების გავლენა ქონდათ. კი, ესეც ცალკე ესეთი თემა არის, რომელიც მე ვთვლი, რომ კი შეიძლება ჩვენ ვიყოთ შთაგონების წყარო, ბუნებრივია, ახლა გვაძავდნენ ყოველთვის და ეხლაც გვბაძავენ. თან გაკრიტიკებენ, თან გვბაძავენ, მაგრამ ერთია როცა ინსპირაციის რაღაცა შთაგონების წყარო ხარ და შეიძლება იყოს შთაგონების წყარო, ეს არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ ჩემი შთაგონების წყაროც შეიძლება იყოს, ნუ მაგალითად არ ვიცი ჯოტოს ფერწერა მაგალითად რაც შეიძლება მე შთაგონება მომცეს სიტყვაზე მეგრული კოსტუმის შექმნისას ეს სხვა არის მაგრამ როცა შენ პლაგიატობ და აი ზუსტად იღებ იმას კოსტუმი იქნება თუ ცეკვა თუ აი ილეთი რომელიც ნამდვილად მოგონილია და მე რეიძახი არა ეს ხალხურია და თუ ჩვენ ნაცეკვში ცუდია, მაშინ თქვენ ნაცეკვში კარგი რატოა. ხო და ნუ ეს პლაგიატობა ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება ალბათ, მაგრამ ხო გეუბნებით, მიმძვაძველობაც ის არის, რომ შეგიძლია იყო ვიღაცისთვის შთაგონების წყარო, ბაბუაჩემი სულ ამბობდა, აბა რა ვისგან უნდა ისწავლონ თუ არა ჩვენგანო და არ ქონდა ამაზე რეაქცია პირიქით, რაც მეტი ანსამბლი იქნება, რაც მეტი სკოლა იქნება ქართული ცეკვის, უნდოდა რომ ყველა ქალაქს და ყველა რაიონს, რეგიონალურ ცენტრს თავის ანსამბლი ქონოდა. მაგასაკეთებ. ფათაშო დიდი შრომა გაძია ანსამბლის რუსთავის შექმნისას. დიდი დამსახურება ილიკო სუხიშვილის რომ ანსამბლი რუსთავი მაშინ შეიქმნა 60-იან წლებში და ძალიან ესე ვთქვათ კურირებდა მას. ამას მინდა დაუბრუნდე ზოგადად მაშინ როგორი აღქმა იყო ახალგაზრდებში ცეკვის მიმართ, მაგრამ აი რომ დავასრულოთ ეს თემა, თქვენი შთაგონების წყარო შეიძლება ყოფილიყო რომელიმე ქორეოგრაფია? იცით რა არის ახლა მე არ ვიცი უფრო ქორეოგრაფიაზე ალბათ უფრო კარგად ილიკო ილაპარაკებდა მაგრამ აი მე ვიცი რომ ილიკოსთვის შთაგონების წყარო იყო ესეთი დიდი ქორეოგრაფები როგორიც არის მაგალითად ბალანჩინი, პინა ბაუში აი რაღაც შთაგონების წყარო შეიძლება ყოფილიყო მაგრამ ეს სხვა არის ეს იდეა, სტილი მაგრამ მაინც ქორეოგრაფმა უნდა შექმნას თავისი ყოველთვის და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით რომ ფათაშოს ილიკოს არ უყვარს მისი ყურება, იმიტომ რომ შემთხვევით აი იმდენად თავისი უნდა ყოველთვის რომ მოიგონოს, რომ აი ხშირად არც უყურებს. ეს როგორი პროცესი არის? აი სულ მაინტერესებს როგორ იქმნება ილეთი. აი ილიკო სუხიშვილი მოდის და ეუბნება მოცეკვავებს, აი მე როგორც არაპროფესიონალი მაინტერესებს ეს ტექნიკური მხარეც, როგორ ხდება ახალი ილეთების და დეტალების შემოტანა. სხვადასხვა მართლა ამაზეც ილიკო უფრო კარგად ილაპარაკებდა, იმიტომ რომ მაინც უფრო მისი სფეროა, იმის სფეროა სხვადასხვა ახლა ცოტა გავასპოილერებ და ილიკო ახლა წერს წიგნს, სადაც აი ამაზე ყველაფერზე ყვება, როგორ ქმნის ამ ცეკვებს, როგორ მოსდის იდეა, საიდან მოდის ეს ყველაფერი. წინასწარ ამაზე ფიქრობ. აი მთელი დრო მიდის, ფიქრობ, ხაზავ, ხატავ, რაღაცა სცენას, ესე ვთქვათ, ცოტა არითმეტიკაც არის, რამდენი კაცი უნდა იდგეს, როდის გამოვა მასა, მერე სოლისტი რამდენი გჭირდება, ეს წინასწარ არის და მერე უკვე დარბაზში იბადება და იხვეწება ცეკვა. უკვე მოცეკვავებთან ერთად ილიკო აჩვენებს სხვადასხვა ილეთებს, ისინი ამას ირგებენ, ასევე აძლევს ძალიან ინდივიდუალურ იმას, რომ აი შენ როგორ მოგერგება, აი მე ესე ვაკეთებ და შენ იქნებ მარცხენა
მარცხენა ფეხით გირჩევნია და არა მარჯვენათი და არგებს მე ყველა მუსიკოს ყველა მოცეკვავეს აქვს თავისი სტილი და ამ სტილს ვცდილობთ რომ შეუნარჩუნოთ. და შეიძლება რომ კონკრეტული მოცეკვავისთვის მოიფიქროთ ილეთ, იმიტომ რომ იცოდეთ რომ ის არის მისი კარგად შემსრულებელი ტექნიკურად, ის ხასიათი შეიძლება. ახლა ყველა რეჟისორს და ყველა ქორეოგრაფს ყავს თავისი ესე ვთქვათ როგორ გითხრათ შტაგონების მოცეკვავე ან მსახიობი ვიზეც დაუშვათ ქმნის სცენარს, იღებს კინოს ან ვიზეც დგამს ეს ყველას ჰქონდა ხო აი ბალანჩინსაც ყავდა თავისი ესე ვთქვათ ვიზეც ის ანუ აძლევს შტაგონების იმას ილიკოსაც ყავს რამოდენიმე ესეთი მოცეკვავე და ხო ზუსტად იცის რომ აი ამ ცეკვაში ეს არის იმ ცეკვაში ეს არის და ზუსტად ხვდება აი ხანდახან გაგიკვირდებათ რომ აი ეს რატო დააყენა სოლოზე ხო ახალი მოსულია გამოუცდელია, მაგრამ ილიკო ხედავს იმაში, აი იმ რაღაცას, რაც მე ამართლებს. და მაგარია, ძალიან საინტერესო პროცესია. სხვათა შორის მე სულ ვფიქრობ, რომ მე ვიქნებოდი ალბათ ძალიან კარგი მოცეკვავე. კი, ნამდვილად აი მეორე პროფესია ჩემი რა იქნებოდა, მგონია რომ ვიქნებოდი კარგი მოცეკვავე სუხიშვილების. რასაკვირველია, მხოლოდ სუხიშვილების. მარტო სუხიშვილების, რა თქმა უნდა. ცეკვა ხო რაღაცნაირად გამოხატავდა ცეკვა ყოველთვის იმ დრამას, რომელიც ქვეყანაში იყო, არ ვიცი, იქ რაღაც ხანჯლური, თუ იქნება მთიბლური, ხევსურული და დღეს თუ უნდა გამოხატავდეს ცეკვა, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას ირეკლავდეს თუ არა, მე ვერ ხვდები ხა ეს როგორ შეიძლება სცენაზე გადმოვიტანოთ, არ ვიცი, მაგრამ აქციები თუ დარბევები მაგრამ ფიქრობთ თუ არა რა ყველა ეპოქაში საქართველოს ისტორიის იყო რაღაცა რაც მერე ცეკვაში გადმოდიოდა ნუ თუნდაც დავიწყოთ ისევ ხორუმით ხო ეს საომარი ცეკვა ეს რაღაცა ქვეყნიდან გამომდინარე ისტორიული მისი საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე სუგჭირდებოდა დაცვა ბრძოლა მტერს არეგუებოდი იცავდი შენ მიწაწყალს ნუ ისტორიულად სულ ესე იყო ამიტომ ეს ჩანს ამ რაღაც საბრძოლო ცეკვებში, ილეთებში, იმაშიც ხორუმშიც, ხანჯლურშიც, ხევსურულშიც, მთიულურში ეს იყო ეს ყველაფერი ეს მუხტი ჩადებული იყო. ესეთი დაუმორჩილებელი ქართული სული, რომელიც ნუ არეგუებოდა და ყოველთვის თავისუფლების მოყვარე იყო ჩემი ერი. რაც არის თანამედროვე ხელოვნებაში, თანამედროვე ქორეოგრაფიაში ჩვენ ქონდა სხვადასხვა წლების განმავლობაში ჩვენ ქონდა დადგმული ჩუმი ხორუმი მაგალითად უმუსიკო და რას ნიშნავს გამოხატავს უბრალოდ აი რო აი სიტყვები რო არ ყოფნის ის რაც ხდება და ჩუმად აი მარტო ფეხის ხმა რო ისმის იყო ესეთი ვერსიები ასევე ჩვენი პროექტი რამიშვილებიც იყო რაღაცის გამოძახილი მაშინ ეხლაც აი ახალი ვერსია გვაქვს ჩვენ საზაფხულო სეზონების გოგოების და ბიჭების ერთობლივი ხორუმი სადაც სამიზნეები აქვს გულზე მიკრული ყველას და ფაქტურად სამიზნეები ვართ დღეს ხო აი რაღაცა პატარა ნიუანსები არის აი ძალიან ისეთი უმნიშვნელო რაც ჩვენ ვიცით და ნუ გამგები გაიგებს და ნუ ყველამ რო გაიგოს ესეც არ არის აუცილებელი იმიტომ რომ ზოგს არ ესმის ხელოვნება ხო ზოგს არ ესმის შენი ხელოვნება ზოგსაც არც აინტერესებს და რაღაცა აი ჩვენთვის ეს დამნიშნელოვანია ხო საინტერესოა რაღაც თვალის ჩაკვრასავით არის სცენიდან რომ აი პირდაპირ ხო ისედაც არ გამოხატავს ხო თავის სათქმელს ხელოვნება მაგრამ ნამდვილად აი ჩვენ მაგალითად უკრაინაში ძალიან ბევრს მოგვაზაურობდით 18 წელი ჩვენ ზამთარი და გაზაფხული საქართველოში არ ყოფილვართ 18 წლის მანძილზე ჩვენ ამ ქვეყანაში მოგზაურობდით თვეები ყველა ქალაქი ყველა კუთხე ყველა თეატრი ჩვენთვის არის აი ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი და მაიდანის დროსაც როცა 2014-ში თითქმის ყველა სახურავზე კიევში სნაიპერი იჯდა ჩვენ კონცერტებს მართავდით ყოველ დღე და ნუ აი ქუჩაში გასვლაც სახიფათო იყო მერე ილიკომ გააკეთა სნაიპერების ცეკვა ესეც გამოძახილი იყო რაღაცის და სხვათა შორის მაშინ მაიდანის დროს აი 14-ში დადგა ზუსტად სნაიპერების და მაშინ ვფიქრობდი რა ჩავაცვა და ნამდვილი ამერიკული სნაიპერების ფორმა გამოვიწერე პენტაგონიდან.
და ეცვათ მოსაკვავეებს. და ძალიან საინტერესო იყო. ძე რაღაცნაირი ისეთი იყო, ცოტა ვერ გაიგეს, იმიტომ რომ ხა ამის ახსნა განმარტება ყოველთვის არ არის საჭირო. ხო, ყველაფერს ხო ვერ ახსნი, რასაც აკეთებ. და კრიტიკა გაწუხებთ ზოგადად, ღელავთ ხოლმე, როცა კრიტიკას. მე საერთოდ რომ შეიძლება მართლა რომ გითხრა, კრიტიკა არასდროს არ მაწუხებ და ის ადამიანები, ვისაც მე პატივს ვცემ, ვისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმას ჩვენ თვითონ ვეკითხებით და რასაც გვეუბნებიან, იმას ვითვალისწინებთ, რა შეიძლება გამოვცვალო, რა მოწონთ, რა არ მოწონთ და ხა მასიური რაღაცა ეს კრიტიკაც არ არის, რაღაცნაირად ვერც დავარქმევ ამას კრიტიკას. მაგრამ ხშირად ხართ ხოლმე პერსონალური კრიტიკის ქვეშ და ეხლა სულ ახლახანს იყო მოყევით აი ამ კრიტიკის მე ქრონიკულად ორ ცეცხლს შუავა. ეს ალბათ არის რაღაცნაირი დისკომფორტიც. არის, მე მინდა გითხრათ რა ჩემთვის ჩემი მაყურებელი, ხო? ჩემი მაყურებელი არის ყველანაირი, რჯულის და არ ვიცი, სქესის ადამიანი, ხო? ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. ჩემი მაყურებელი არის, ასე ვთქვათ, ანარქისტიც, კომუნისტიც, ოცნების მხარდამჭერი, ოპოზიციონერი, ყველანაირი ადამიანი არის ჩემი მაყურებელი და ბუნებრივია რომ ხა ზოგ შეიძლება ეს პროგრამა უფრო მოწონდეს, ზოგს ის პროგრამა, მაგრამ ჩემთვის ეს არის მაყურებელი და ერთნაირად ძვირფასია. იმიტომ რომ მე იმათთვის ვცეკვავ, ჩვენ ვცეკვავთ ხალხისთვის და მაყურებელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი რომ რაღაცნაირად მასიურად ძალიან უყვარვართ და ჩვენ კონცერტებზე სულ ანშლაგია, ბილეთს ვერ იშოვი და მაქვს ეს ხალხის სიყვარული. იმიტომ ხართ ორ ცეცხლს შორის თქვენს მიმართ დამოკიდებულება ხომ არ არის, თქვენ ხომ სულ ერთი არ ხართ მაყურებლისთვის და ამიტომ თქვენი ყველა სიტყვა იწვევს როგორც აღფრთოვანებას ალბათ ასევე კრიტიკას, ბუნებრივია. ბუნებრივია, ხა ყველას გულს ვერ მოიგებ, რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. ეს შეუძლებელია რომ ყველას მოწონდე და ყველას მოწონდეს ის, რასაც აკეთებ, ან ის, რასაც ამბობ, ხო? ეს ბუნებრივია, ამაზე მე არასდროს არ მაქვს რეაქცია და რა ვიცი, და არც ილიკო სხვათა შორის. დიდაც მე არც ვარ ესე ჩახედული, რომ გითხრათ, რომ ხა კომენტებს ვკითხულობ, ნამდვილად არ ვკითხულობ. აი ვიღაცა თუ აქტიური Facebook-ზე. არა, ჩემ Facebook-ს მართავს ჩემი სოციმედია მენეჯერები. პერსონალურ Facebook-ს? ყველაფერს, ჩემ სასაც და ილიკოსაც. ანუ მე რო გწერთ ხოლმე inbox-ში, თქვენ შეიძლება არ იკითხო. ხატია რო არ იყოს ეს ინტერვიუც არ შედგებოდა. ხატია მარჯვენა ხელი მეუბნება, მე ჩემი მარჯვენა ხელი ყველაფერს მეუბნება მახსენებს. ნუ ხატიას გარდა მე კიდე მყავს დამხმარეები, ცალკე ვისაც აბარია, ჩემი და ილიკოს Instagram-ი და Facebook-ი ისიც. კი, მე შემილია შევიდე და მესეჯი წავიკითხო, მაგრამ მართლა გითხრა, ხშირად არ ვაკეთებ ამას და კომენტებს ხო საერთოდ არ ვკითხულობ. ამიტომ რაღაცნაირად იმაში ვარ. თუ ვიღაცა მითხრა, იცი რითი ვგზნობ, რომ ატყდა ტალღა, ჩემი ლანძღვაგინების ტალღა ატყდა, ვგზნობ რითი, ჩემი მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ ხოლმე და იწყება რომ აი არ ინერვიულო, ყურადღება არ მეაქციო და აი მაშინ ხვდები რომ რაღაცა ხდება ჩემს თავს აგორდა. თორე ისე არა და ნუ ხა ნამდვილად ამის და ისე დაცრილიათ განცდა რომ აი ეს არ უნდა მეთქვა, ან სხვა სიტყვებით უნდა მეთქვა. გიფიქრიათ ამაზე? გულისხმობ open air-ის ინციდენტს, როდესაც სცენაზე გამოხვედით და თქვით რომ ემიჯნებით იმას, რაც ითქვა. იცი რა არის, ხა ძალიან რთულია პირდაპირ ეთერი რო გაქვს, იცი შენ ხარ რამდენად ნიშნის არის და კიდე ძალიან რთულია როცა სცენაზე დგეხარ, აი 10,000-ობით ხალხის წინაშე შეიძლება ხმა ვერ ამოიღოს ადამიანმა მიკროფონში და რაღაცა იმ წუთში რო გადასაწყვეტი რაღაცა. ბევრჯერ მქონია მე ეს შემთხვევა, მე გამოვსულ ვარ ახლა ძალიან დიდ სცენებზე სხვადასხვა კომენტარებით, არა მარტო საქართველოში, უკრაინაშიც გამოვსულ ვარ, ომის დროსაც გამოვსულ ვარ. მე და ილიკო, ნუ ხანდახან გზნობ რომ ახლა ეს უნდა გააკეთო და იმ წუთას გზნობ რომ აი ახლა უნდა გააკეთო და გადაწყვეტა მისაღები. და შეიძლება რთულია რაღაცა, შეიძლება რაღაცა ვერ დაალაგო კარგად რაღაც, მაგრამ აზრს მაინც ხო აწვდი, ახლა რასაც ფიქრობ, იმას ამბობ, ხო იმ წუთში. იმიტომ რომ ის იმ წუთში ესეა საჭირო. ახლა რაღაცა მართლა რო გითხრა, ჯობია მაგრამ მე ვგულისხმობ, რომ მე უფრო მეშინია რომ არ გავაკეთო და ვინანო მერე, ვიდრე გავაკეთო და ვინანო. მაგის არ მეშინია. ანუ იმ დღეს
თქვენ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიგեղოთ. ყოველ შემთხვევაში განცხადების მერე დაძაბული სიტუაცია იქ უნდა ყველაფერი უნდა რაღაცა დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო. საერთოდ მთლიანად იყო მთელი საღამო. იქ იყო წინა რაღაც ჩაქრა შუქი, გაჩიშეს ხმა, რაღაცა დივერსიის რაღაც მომენტიც იყო ძალიან დიდი მღელვარება და აი ყველაფერმა ერთად აი რაღაცან ძალიან დამღლელია ეს ჩვენ პირველად გამოვდიოდით მასშტაბურ კი გამოვსულ ვართ სხვა ფესტივალებზე, მაგრამ იმ წუთას იყო ეს რაღაც გადაწყვეტილება მისაღები და მე ვთვლი რომ ნამდვილად მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. მაგრამ განცდა დამჩა რომ თქვენ აგეთ ხვის მაგივრად პასუხი და ეს არ გაბრაზებს ცოტა. მე ყოველთვის პასუხს ვაგებ ჩემი დასის წინაშე და ჩემი დასის მაგივრად. მე ყოველთვის ფარად გადავეღობები ჩემ ანსამბლს და შეიძლება პირადად რაღაც შემჩნევა უთხრა და პირადად გაუბრაზდე, მაგრამ სხვაგან ყოველთვის დავიცავ, რომც იყოს დამნაშავე. აი ესეთი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ ჩემთვის და ილიკოსთვის ჩემი დასი იყო როგორც ოჯახი, ხო? ეხლა იმ დასშიც ეხლა ზოგი კარგია, შვილი, ზოგი დამჯერია, ზოგი დაუჯერებელი, ხო? ზოგი ცელქი და ზოგი ჭკვიანი. ყველანაირი ხალხი მყავს მე დასში, აი ყველანაირი რჯულის და ყველანაირი გაგების. და ამიტომ მე ვთვლი რომ რაღაცა ძალიან რთულია ის როგორც სახელმწიფოში იგივე სიტუაცია. აი როგორც სახელმწიფო დღეს გაყოფილია სხვადასხვა ქვეყანა, ხო? აი ფაქტობრივად ორად არის გახლეჩილი. იგივეა ჩემ დასშიც. მართლა? ხო, იგივეა. ეხლა პოლიტიკურადაც არის. პოლიტიკურადაც, ყველა და არა მარტო, აი ყველანაირად, ხო? ეხლა იმ დასში მე მაგალითად ეხლა მის ზოგი ამის ხარდაჭერია, ზოგი იმის ხარდაჭერია, ზოგი რაღაცა იაღოველია, ზოგი მართლმადიდებელია, ხო, ზოგი მუსულმანია, რა ვიცი, ყველანაირი ხალხი მყავს. ძალიან ბევრი მყავს ახალგაზრდა, რომელსაც სისხლი უდუღს და სხვა აზრები აწუხებს. ბევრი კონსერვატორიც არის, ხო? ბევრი უფრო ესეთი ტრადიციონალისტი არის. და ხა ეს ახლა როგორ დაატრიალებს მე ახლა ჟურნალისტი ხარ და იცი ჰედლაინად რა უნდა გამოიტანო, რომ ამბავი ატყდეს. თქვენი მოცეკვავე არის ძლიერი ქალი, რაც ძალიან მომწონს. 21 საუკუნის ქალი არის ძლიერი ქალი. და ამას გამოხატავს თქვენი ანსამბლი. ეს უნდა გამოხატო, როგორც გითხარი, ეპოქას და ტენდენციებს უნდა გაყვე. და რაც შეეხება ქალის ასეთ უფრო ხისტ მოძრაობებს, ესეც მოდის ისტორია და ტრადიციიდან. მთაში ქალი ყოველთვის ესეთი იყო. მთელი ქალი ცხენსაც გახედნიდა, ყანასაც დაამუშავებდა და თუ საჭირო იყო, მტერსაც დახვდებოდა ხმლით. ხევსური, თუში, სვანი, ხო, აი ეს ცეკვები, ყაზბეგი, ყაზბეგური, აი მთიულური ცეკვები, აი დევს ეს მთის ცხოვრებას, ესეთი ხასიათი აქვს, ხისტი ხასიათის არიან და მოძრაობებიც ეგეთი აქვს. ეხლა ზღვის სანაპიროზე მაცხოვრებლებს, ქალაქში მაცხოვრებლებს, ამ დარბაისლებს, ჩიხტი კოპით და დიდი კაბებით მოსიარულებს სხვანაირი მოძრაობები აქვს ცეკვაში. ესეც ხო რეგიონიდან გამომდინარეა. ეს ამიტომ ეს რაღაცა აი მოგონილი და აი ძალით მოთრეული კრიტიკა. და თანამედროვე ქალი არის დღეს სუხიშვილებში. ფემინისტები ცეკვავენ დღეს. ძლიერი ქალი ყოველთვის იყო, ყველა დროს იყო ეს არის ძლიერი ქალი. ტრადიცია ქართული. ქალი არის ძლიერი. ქალი საქართველოში ყოველთვის იყო ძლიერი, ისევ ისტორიას დაუბრუნდეთ. ახლა თამარ მეფე ყავდა, მეფეს ვეძახდით ქალს, ხო? ესე იგი ქალი ძლიერი ყოველთვის იყო ისტორიულად საქართველოში. ქართველი ქალი ყოველთვის იყო არ ვიცი, ყველა პერიოდში და მით უმეტეს დღეს, როცა აი დღევანდელ დღეს, როცა ქალებზეა ძალიან ბევრი რამე. დღეს ხო, აი სტატისტიკურად ქალი უფრო მუშაობს ვიდრე მამაკაცი. ხო, ოჯახები ვიცი მე, რომ ცოლი მუშაობს, ქმარი არ მუშაობს. აი ძალიან ბევრია დღეს საქართველოში ესე. ქალმა აიღო თავის თავზე ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისგებლობა. ეს არის დღევანდელი დღე ჩვენი. არ ვიცი, დრო მოიტანა ეპოქამ, რა მოიტანა, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს დღეს. ანუ ქალი არის ძლიერი, ქალი ყავს ჩვენ პოლიტიკოსი, ქალი ყავს, ანუ ყველა პროფესია შეითავსა
ქალმა მამაკაცთან ერთად, რაც ადრე დაუშვათ არ იყო. ხო, ახლა მე აღარ დაუბრუნდები იმ კი ბატონო. და თვითონ მაყურებელი აუდიტორია შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. რას ეძებს დღეს, მაგალითად ახალგაზრდა მაყურებელი ქართულ ცეკვაში? ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა ჩვენი მაყურებელი. ჩვენ მოგვემატა ახალგაზრდა მაყურებელი და ფაქტიურად ჩვენი მთავარი აზრი და მიზანი ეს იყო ახალგაზრდა თაობის მოზიდვა დარბაზებში, იმიტომ რომ ახლა დამერწმუნე რაღაც ერთი 50, 30, თუნდაც 25 წლის წინ ქართული ფოლკლორი არ იყო ესეთი მოთხოვნადი და საინტერესო ახალგაზრდა თაობისთვის. დღეს აი თინეიჯერებს რო ვეძახით, ბავშვებს, ახალგაზრდობას, ყველას აინტერესებს და სავსეა ჩვენი დარბაზები ახალგაზრდებით. ადრე ხო მე მახსოვს 60-70-იან წლებში შუახნის მაყურებელი გვეჭდა დარბაზში. დღეს მოიმატა ახალგაზრდა მაყურებელმა და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო ჩვენი მიზანი, ახალგაზრდა მაყურებლის მობრუნება ქართული ფოლკლორისკენ და მათთვის გასაგები ენით დაგვედგა და შეგვექმნა ისეთი პროგრამები, რაც მათ დაინტერესებდა, რაც მათთვის ახლოს იქნებოდა. თუ შეიძლება იყოს მე-18 საუკუნის ქართული ცეკვები, რატო არ უნდა იყოს 21 საუკუნის ქართული ცეკვები? მე მგონი ყველა დადის ცეკვაზე. რამ გამოიწვია ეს ბუმი 90-იანი წლების, როცა იცოდი, არ იცოდი ცეკვა, მაინც დადიოდა ყველა. მე მახსოვს ადრე აი ჩემ ახალგაზრდობაში ქართული სტუდიაც არსებობდა, მაშინ ბაბუაჩემმა პირველმა გააკეთა და იმ სტუდიაში სადღაც აი 60-იან წლებს ვიხსენებ, 70-იანის დასაწყის, რაც მე მახსოვს უბრალოდ, იქ იყო სტუდიაში სადღაც, ნუ აი წელიწადში 30, მაქსიმუმ 40 ბავშვი სწავლობდა. დღეს ჩვენ ცეკვის აკადემიაში 10,000-ზე მეტი ბავშვი დადის ცეკვაზე. და კიდე ვერ ვატევთ, მოთხოვნა არის და ამიტომ ყოველ წელს ხსნით ახალ-ახალ ფილიალებს. და თქვენივე მოსწავლეები არიან მასწავლებლები? ჩვენივე ანსამბლის ყოფილი მოცეკვავეები, ვინც უკვე ცეკვას დაანება თავი და ასევე რასაკვირველია მოქმედი მოცეკვავეებიც. და 100-ზე მეტი მარტო პედაგოგი მყავს მე და ზოგიერთი ვინც ამთავრებს ჩვენ სტუდიას და უბრალოდ არ მიყვება ცეკვას როგორც პროფესიას, ისიც მე ასწავლის. ჩვენ მაქსიმალურად ყველას ვასაქმებთ. იმიტომ რომ 40 წლის ასაკში ადამიანი ფაქტიურად მარტო ცეკვის გარეშე არაფერი რო არ იცის ცეკვის გარეშე, ხო? და 40 წლის მერე რა უნდა გააკეთოს, ხო? ხა პენსიას ელოდოს 20 წლის მერე, როცა 60-ის გახდება და რაღაცა იმ 300 ლარზე იცხოვროს, ხო? ამიტომ მე ვცდილობ რომ ყველა დავასაქმო, ვინც ცეკვას ამთავრებს ჩვენგან და გადის, ასე ვთქვათ, ჩვენგან პენსიაზე, ნუ პენსიაზე არა, მაგრამ ნუ 40 წლის, 45-ის უკვე აღარ ცეკვავს, ხო ადამიანი, მაინც ეს ხანმოკლე ის არის პერიოდი. ანუ მე ვერ დავიწყებ ახლა ცეკვას 41-ის ხვდები, 40 არა, შენთვის შეგილია როგორც მოყვარულმა. შეიძლება 40 წლის ასაკში ცეკვას. კი, როგორ არა, ჩვენ ვისწავლო. ყავს ჯგუფები, 40 და 50 წლის ხალხიც დადის ჩვენთან მოყვარულთა ჯგუფებში, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს, რომ 40 წლის ქალი მივიდეს და აღმოჩნდეს, რომ საოცარი ტალანტი ყოფილა. ნუ ეხა ძალიან შვიათია ეს ეხა. შეიძლება, ეხა როგორც პროფესიონალი სცენაზე ალბათ არ ვიცი, მაგრამ როგორც მოყვარული შენთვის უპრობლემოდ. ცეკვა თერაპია არის. ძალიან დიდი ცეკვა ასეთ აბედნიერებს. ეს ცნობილია, რომ ცეკვის დროს გამოიყოფა სეროტონინი და ენდორფინი. და ფაქტიურად, აი, რაღაცა სიყვარულის შეგრძნება გაქვს, აი, ბედნიერი ხარ. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ცეკვა და საკუთარი თავით იყო კმაყოფილი, გაბედნიერებდეს ეს პროცესი თუ ზედმიწევნით ასრულებდა ილიკოს მითითებებს მაგალითად? არა, ეს ერთად არის, ახლა, როცა ხარ პროფესიონალი და სცენაზე დგეხარ და მასაში მუშაობ და შენს გარდა კიდე რაღაც 40 კაცი დგას სცენაზე, ბუნებრივია, რომ ყველა ილეთი ისე უნდა შეასრულოს სინქრონში, როგორც ყველა და სულ ამაზე იფიქრო. ხათაშორის ესეც არასწარი ის არის, რომ მოცეკვავესო ტვინი არ ჭირდებაო. ეს არის სისულელე, რომ ტვინი ფეხებში აქვს, ესე რომ ამბობდნენ. არ არის ეგრე. ეს დამტკიცებულია, რომ ცეკვის დროს
ადამიანის ტვინი ისეთი აღზნებულია და ისე მუშაობს, როგორც მაგალითად ცნობილია სინქრონისტი თარჯმანებისთვის, როგორი რთულია ეს მომენტი, მათი ტვინი რომ კომპიუტერში ჩადო, აი სულ არის ანთებული. ესევეა მოცეკვავი, იმიტომ რომ ის ფიქრობს არა მარტო იმაზე, რომ ილეთი შეასრულოს, ესე იგი, ხელი, ფეხი, თავი, განწყობა, აი ყველაფერი ერთად არის ჩაბმული. ამიტომ ტვინი ძალიან დაქოქილია და მუშაობს და ყველაფერზე უნდა იფიქრო, რასაკვირველია და უნდა მიიღოს სიამოვნება. მოცეკვავეს ეთყობა სცენაზე, აი ეთყობა რომ აი სიამოვნებს როცა ცეკვავს. და როცა პრობლემა ზოგს ეთყობა რომ უბრალოდ ასრულებს აი რაღაცა მექანიკურად რაღაცას. გულისხმობა. ალბათ ზართულია, როდესაც რაღაცა პირადი პრობლემებით ყოფილა შემთხვევა, რომ პირადი პრობლემებით დახუნწული ადამიანი გამოსულა და უცეკვია. სცენა ისეთი ჯადოსნური ადგილია. აი რომ გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება, ტკივილი გავიწყდება. მე მაგალითად მოტეხილი თითით მაქვს ნაცეკვი ახალგაზრდობაში და ვერ გზნობდი ამ ტკივილს. 40 სიცხით გამოსულ ადამიანის სცენაზე და უცეკვია. აი იქ რომ გადიხარ, იქ ყველაფერი გავიწყდება. იქ მარტო შენ ხარ სცენა და შენი მაყურებელი. და აი ეს აქვს რა, რაღაცა მისტიური რამეა, სცენაზე ხდება სხვა. აი ამას გაიგებს მსახიობი, ამას გაიგებს ყველა მოცეკვავე, განურჩევლად რა ცეკვავს. კლასიკას თუ ხალხურს თუ მოდერნს თუ რას ყველა პრობლემა იხსნება რაც არ უნდა გაწუხებდეს გტკიოდეს ფიზიკურად თუ სულიერად იქ რო გადიხარ ყველაფერი გავიწყდება 40 წლის ასაკში როცა ცეკვის გარდა არაფერი არ იცი ვცდილობ რომ დაასაქმოთ თქვენვე თქვენი მოცეკვავეები მაგრამ აი შეთავსება გამორიცხულია სუხიშვილების მოცეკვავე იყო და იქ რაღაც მარკეტინგის სამსახურში მუშაობდა კი როგორ არ შეიძლება და ძალიან ბევრი აკეთებს ამას უმრავლესობას აქვს უმაღლესი განათლება და ძალიან ბევრი პარალელურად რაღაცას აკეთებს, მაგრამ უფრო როცა ანებებს ცეკვას თავს, აგრძელებს თავის პროფესიას. მაგრამ როცა აქტიური მოცეკვავეა, ფიზიკურად ვერ მოასწრებ. ერთი ყოველ დღე სამსახურში დადიხარ, როგორც ყველა, დილიდან რაღაც გარკვეულ საათამდე, 4-მდე, 5-მდე, ხანდახან 6-მდე, ნუ გააჩნია რა პროგრამაზეა მუშაობა. მერე გასტროლები გაქვს, კონცერტები გაქვს, სხვა სამუშაოს ვერ შეუთავსებ. ის კი არა ძალიან უჭირთ პირადი ცხოვრების შეთავსება, ხო, ოჯახები ყავთ, ხო, შვილები ყავთ, ქმრიებიც, ნუ ორსულობა როგორც ყველას დეკრეტი ეკუთვნის. მაგრამ ძალიან მალე გამოდიან დეკრეტიდან. კინოლად არიქომთ ხოლმე, როცა მოცეკვავე რომელიც დგას სცენაზე, აქვს პროგრამა და მოდის და გეუბნებათ. არა, მიხარია, ყოველთვის მიხარია, იმიტომ რომ ეს ისეთი სიხარულია, რომ ნამდვილად პირიქით, როგორც კი ვიგებ, ეგრევე ვანთავისუფლებ. დატვირთვა. ხო, დატვირთვის გარდა, ნუ მთავარია, რომ კარგად ჩაიაროს ყველაფერმა და ჯანმრთელად და კარგად იყოს დედაც და ბავშვიც და სხვადასხვა პანდემიის დროს ჰქონდა ჩვენ ბეიბი ბუმი. ერთდროულად 7-მა გოგომ გააჩინა და ყველამ გოგოები. მახსოვს რაღაცა ფოტოსესიაც ჰქონდა. კი, გავაკეთეთ ეს ფოტოსესიაც, მოიყვანეს ყველამ თავისი ახალშობილი, დაიჭირეს ხელში და ანუ თქვენგან წახალისებულები არიან, ესე არ არის რომ რაღაცა. თან იცი რა არის, ხა მე მოცეკვავე არ მომაკლდე. მოცეკვავე არ დამაკლდება. იმდენი არიან და კიდე მოდიან. ეხა წლის ბოლოა დავდივარ ყოველ დღე სხვადასხვა ფილიალებში, ჩვენი აკადემიის ფილიალები არის გლდანში, ვარკეთილში, დიდ დიღომში, ნაძალადევში, საბურთალოზე, აღმაშენებელზე, ქალაქ რუსთავში, რამე ხო არ გამომჭა კიდე ფაქტობრივად ყველგან და დავდივარ და აი ვათვალიერებ, უყურებ ამას, მე გადამყავს საუკეთესოები სტაჟორთა მოსამზადებელ ჯგუფებში, ისინი ცალკე მუშაობენ უფრო მეტი დატვირთვით და მე ესე იგი სულ ვავსებ ანსამბლის რიგებს. როგორც კერძო არის და როგორც მივხვდი, ეს არის ალბათ თქვენი ანსამბლის, მათ შორის სახელმწიფო ანსამბლის შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ იცით როგორ არის, საერთოდ ეს არის რა თქმა უნდა კერძო შეპესე. და არის კერძო ბიზნესი. თქვენ ხართ სახელმწიფო ანსამბლი. ხო, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი იმდენად მწირია, რომ ნუ აი სირცხვილით ვერ გავაჟღერებ ხელფასებს. ამიტომ ამ ჩვენი კერძო ბიზნესიდან, ანუ ცეკვის აკადემიის შემოსავლიდან, ის რაც ფაქტიურად შემიდა ილიკოს დივიდენდია, არ აგვიღია არასდროს ვახმარ ანსამბლს. იქიდან ვკერავ კოსტუმებს, იქიდან ვაკეთებ პროგრამებს, მუსიკას. თქვენივე ხარჯით კერავთ. რასაკვირველია. ეხა ჩვენ იმხელა კოსტუმების საცავი გვაქვს, ან ყოველ ახალ ცეკვას ახალი კოსტუმის შექმნა ჭირდება და
კი, შეიძლება ახლა 20 წელიწადში ერთხელ შეგიკერონ ახლა რამოდენიმე ჩოხა რომ მიმართო სამინისტროს გააჩნია ministrs ან შეგიკერავს ან არა მაგრამ და გააჩნია თქვენ პოზიციებს ალბათ. ეს კი. გიგრძნიათ ამას გრძნობთ რომ თქვენი პოზიციების გამო ისჯებით. გასაკვირველია 80 წელია ჩვენი ანსამბლის და ასეთი ანსამბლის მართლა ქვეყნის სახე ვართ ხო 80 წელი შეუსრულდა. არანაირი დაფინანსება, არც საიუბილეო, არც რა ვიცი, ჩვენით ვაკეთებ ყველაფერს. მართალი გითხრათ, მე ძალიან გენიოსი ქალი იყო ბებია ჩემი, მართლა რა უნიკალური და მისი ყოველი ფრაზა დღესაც აქტუალურია და დღესაც არის აი როგორც არ ვიცი აი აფორიზმი ჩემთვის აი სულ ამბობ და მაშინ კიდე არავის დახმარება მე არ მჭირდება მთავარია ხელს ნუ შემიშლიან რასაც ვაკეთებ იმაში აი ზუსტად ესე ვართ ახლა აი ნუ დამეხმარები მაგრამ იმაში ნუ შემიშლი ხელს რასაც მე თვითონ ვაკეთებ აი რა შეგიშლიან ხელს რას გულისხმობ არ ვიცი მე მაგალითად სულ სხვანაირად მინდოდა წელიწადი რომ ამეწყო გამეკეთებინა ძალიან პომპეზური იუბილე მაგრამ ნუ რას მაინც ვცდილობ ახლა წიგნიც გამოუშვი ჩემით საკუთარი ხარჯებით კონცერტსაც გავმართავ ნუ არ იქნება ეს ახლა საიუბილეო და უბრალოდ უძღვნი 80 წელს კონცერტებს ისიც ძლივს ღირსი გამხადეს ფილარმონიაში დღის გამოყოფის, ოღონდ რეალურად ვთქვა, მე კი არ გამომიყვეს, სამშენებლო კომპანიას გამოუყვეს და უბრალოდ მე იმათ ვთხოვე და დამითმეს. წარმოუდგენელი არის. რაც შეეხება კიდე სხვა დახმარებებს, არასდროს არც ერთი გასტროლი არ დაუფინანსებიათ, არც ერთი საზღვარგარეთ მივლინება არ დაუფინანსებიათ, არასდროს არაფერი. ნუ შენობასაც ჩვენ თვითონ ვინახავთ, ჩვენ ვაკეთებთ რემონტებს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მადლობა ღმერთს, აი ამ რაღაცა კერძო შეპესეთი, რომელიც ცეკვის აკადემია და უამრავი ბავშვი ეუფლება ცეკვას, იქიდან გამომდინარე, ფაქტიურად საკუთარი ბიზნესით სახელმწიფო ორგანიზაციას ვინახავთ. არასწორია ბიზნესურად, ახლა არც ერთი თქვენი ბიზნესმენი ამაში არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩემი ქვეყნის სახელი, არ ვიცი, ჩემი ტრადიციები, ისტორია, ჩემი ოჯახის სამმა თაობამ ფაქტიურად თავის ცხოვრება გადადო ამ საქმისთვის და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაინც მაღალ დონეზე მყავდეს ანსამბლი და ყოველთვის ვიყოთ საუკეთესოები და პირველები ყველაფერში. სხვადასხვა მე როცა ეკვაზე დავდიოდი, რაღაცნაირად უინტერესოდ მეჩვენებოდა აი ეს რაღაც ერთნაირი ილეთები, წინ, გვერდით, უკან გასმები. ფიქრობთ თუ არა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ ვიცი, სწრაფად ჩააგდო ინტერესში ბავშვი, რომ არ იყოს ეს რუტინა, თუ პირიქით ამის გარეშე არ გამოვა. არა, რუტინის გარეშე აუცილებლად რთულია ძალიან, იმიტომ რომ ეს იგივეა, როგორც არ ვიცი, როცა მარტწერას სწავლობ და ასოები გამოგყავს, ხო, დიდხანს, როცა პატარა ხარ, ხო? ან მუსიკაზე თუ გივლია გამებზე, რამდენი ხანი გამებიც და გავარჯიშებდნენ, სანამ ჩაიკოვსკი დაუკარი, ხო? იგივეა ესეც. ესეც იგივეა, ხო, რომ უნდა ეს ილეთებზე ივარჯიშო, იმიტომ რომ როგორც სპორტი თუ არ ივარჯიშე ყოველ დღე ის არ იქნება ის ხარისხი. აი იგივე კლასიკური ბალეტი, ხო, ამ რაღაც ძელთან დგამენ და ერთი და იგივე საკეთებენ და ეს აუცილებელია, ეს ფორმაში შეყევხარ. კი, ბავშვებს კი ეზარებათ, ყველაფერი ეზარებათ, ხო, ამიტომ ასაკსაც გააჩნია. კი უნდა დაინტერესო, პედაგოგები ცდილობენ, ყველა რომ მოდის ილიკოს ახალ ცეკვებს ითხოვს, რომ ის მასწავლე, ეს მასწავლე. ხო, მაგრამ რაღაცა ცოტ-ცოტას იმაშვებიან ინტერესი რომ გაუყივებენ, ის უფრო კარგად გამოსდით. ეს 1 2 3 და ქართული გასვლა, მაგრამ ჩვენ მაინც ვითხოვთ, რომ პირველი 3 წელი სწავლების სწავლო კლასიკას, ქართული ხელი, ილეთი, მთიულური ილეთი, ჩაკვრა, ნუ ეს არის ანი და ბანი, რომლის გარეშე მე შენ იმ ილიკოს რაღაც ტრანსფორმაციას ვერ იცეკვებ, იმიტომ რომ იქიდან და მე კონცერტზე რომ მიდიხარ და რომ ხედავ ამ მართლაც ჯადოსნურ ილეთებს, გინდა რომ ის გააკეთო. ბიჭები, რაღაც ერთი ილეთი მახსოვს, ბიჭების, აი თითქოს ჰაერში კიბეებზე ადიან, აი რაღაცნაირად ამოდიან ხოლმე მიწიდან, გიждები ამ ილეთებზე, მაგრამ არ ვიცი სიტყვები როგორ დავადო ამ ყველო. არა, საკმაოდ რთული პროფესია აქვს ახლა ამას პლუსი და მინუსი. როგორც სპორტი, არ
არის ტრავმები, არის ძალიან გართულდა ქართული ცეკვა, ტექნიკურად გართულდა ძალიან. ურთიერთობა მაინტერესებს სიმკაცრე, ამაზეც მახსოვს იყო რაღაცა ვიდეო გავრცელდა თქვენი და გადაწყდა რომ თქვენთან არის თქვენ ხართ დესპოტი რა, არის სიმკაცრე და ითქვა რომ ეს არ არის ის მენეჯმენტი, რომელიც არ ვიცი 21 საუკუნეს შეეფერება და მოკლედ ბევრი რამე მოვისმინე, მაგრამ ამავდროულად ვხედავ ძალიან ჰარმონიულ ურთიერთობას. მე ხო დავდიოდი გადაღებაზე თქვენთან კულტურის ჟურნალისტი როცა ვიყავი და მე ვხედავდი იქ რომ რაღაცა ოჯახში ვიყავი თითქოს. იცი როგორი რამე, ახლა ქალბატონ ნინო რამიშვილიც მკაცრი იყო რეპეტიციებზე და ჩემზე უარესებს იძახდა ხოლმე, მაგრამ ეს არის მუშაობის პროცესი. იცი რა რთულია სხვადასხვანაირ ხალხთან მუშაობა, განსაკუთრებით და ასაკი არის სადღაც 20-დან 35 წლამდე, ნუ ყველას თავში უქრის, ხო? იქ ხა კი, რიდიც უნდა კონდეს შენი, სულ არ მინდა რომ ეშინოდეთ ჩემი, მირჩევნია ვიცი რომ ძალიან უყვარვარ, ვიცი რომ პატის მცემენ და ვიცით რომ ერიდებათ. და სხვათა შორის ჩემ მოცეკვავებიდან ვიცი ზუსტად რომ ერთმანეთში ამბობენ რომ მირჩევნიაო, მიყვიროსო, მეჩხუბოსო, მაგრამ მეორე დღე ზუსტად ვიცი რომ არ ახსოვსო, მაგრამ აი ნინო და ილიკო რომ გაჩუმდებიან და ისე იქცევიან ვითომ არ ვარსებობ, აი ეს არის ჩემთვის სიკვდილი. ილიკო მიცის გაბრაზება? ილიკოსი უფრო ეშინიათ ვიდრე ჩემი სხვათა შორის. იცი როგორც ამ გაგეკვირდეს. ხო არის ესეთი მითი რომ მე ვარ მკაცრი და ჩემი ყველას ეშინია და ილიკო არის ძალიან რბილი და ძალიან ისეთი და ილიკო უფრო ესეთია. მაგრამ ილიკოს რამე თუ ეწყინა და გული აი რაღაცაზე დაწყდა, აი ისე იქცევა რომ ნუ აი ურჩევნიათ რომ ჩემი ყვირილი ბევრად. და ერთმანეთში კამათობთ ხოლმე არას დროს იცი, აი ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და მე და ილიკოს ყველაფერზე გვაქვს ერთი და იგივე აზრი. და ეს ისეთი კომფორტია მუშაობაში. ხანდახან არც უთანხმებთ ერთმანეთს რაღაცას და ზუსტად ვიცი რომ ესე ფიქრობს. ზუსტად ვიცი რომ ესე მოიქცევა. და იმანაც იცის, აი ყველა საქციელზე და ყველაფერზე აბსოლუტურად გადაწყვეტილების მიღებაზე ერთი აზრი გვაქვს. ეს არის ისეთი კომფორტი. აი მაგალითსაც გეტყვი, აი როცა სიას ვადგენ გასტროლზე წასასვლელად, ხო, რაღაცა, ნუ სისტემა აქვს ამ სიის შედგენას, რომ უნდა ჩასვა რაღაცა 60 კაცში, ამდენი მუსიკოსი, ამდენი მოცეკვავი, ამდენი ადმინისტრაცია, ამდენი გოგო, ამდენი ბიჭი და ვინ გვარებია, რომ ჩამოვწერ ილიკოს მეუბნები დაწერეს სია, კი მეუბნება მაჩვენე და იდენტურია. თქვენი ანსამბლის მომავალს როგორ ხედავთ? ვინ შეიძლება ჩაიბაროს? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. სხვათა შორის არც შემშობლები არ ფიქრობდნენ მაგაზე. თუ გონია რომ მე და ილიკოს გვამზადებდნენ ბავშვობიდან ამ იმაზე, რა ქვია. ილიკოს შვილებს აქვთ ინტერესი? ნუ ჯერ დიდად ვერ ვატყობ, მაგრამ ჩვენც იცი რა არავის არ ვაძალებთ და არავის არ, ასე ვთქვათ, აი არც ჩვენ არ გვაძალებდნენ პირიქით. სრული თავისუფლება ქონდა. და ბაბუაჩემს რატომღაც უნდოდა რომ ილიკო გამოსულიყო დირიჟორი და მე მოცეკვავე. აი რა მოცეკვავე ბოდიში მე მსახიობი. აი რა შუაში ახლა ცეკვაზე არავინ არ გვაძალებდა. უტ ილიკომ ბავშვობიდან დაიწყო ცეკვა და ის ნიჭი გამოაჩინა, რამაც მე ნუ განვითარება იყო და არ იყო ეს გინდა თუ არა უნდა გააგრძელო. მე ჩვენ თვითონ მოგვინდა ძალიან და ჩვენ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ და პირველ რიგში ჩვენ მშობლებს უმტკიცებდით რომ ჩვენ ეს შეგვილია და შეგვილია სხვაზე უკეთ. არანერი პრიორიტეტი არ ქონდა მანსამში რიგითი მოცეკვავეები რომ ვიყავით მე და ილიკო. რიგითები იყავით? აბა რა, კი, აბსოლუტურად რიგითი მოცეკვავე ყველანაირი სოლოების გარეშე სადღაც ბოლო ხაზში. არაზროს პრივილეგია არ ქონდა. ამიტომ ჩვენ თვითონ იმდენი გავაკეთეთ, რომ პირველ რიგში უნდა დაგვემტკიცებინა ჩვენი ოჯახისთვის და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვილია და შეგვილია ცოტა სხვაზე უკეთ. და გაქვთ განცდა, რომ ნეტარას გვეტყოდნენ ახლა, გიფიქრია? მოესტრენ სხვათა შორის, იცი, ახლა ნუ დედა და მამა ხო მოესტრენ და საერთოდ მამაჩემმა, არ ვიცი, თავის ვთქვათ ცხოვრებაში ჩამაბარა მე თელი მენეჯმენტი ანსამბლის და ილიკოს მისასრული უფლება. ქალბატონ ნინო რამიშვილიც მოესწრო ამას. ნუ ბაბუა არ მოესწრო, ილიკო გარდაიცვალა, უფრო ახალგაზრდა ვიყავი, მე 20 წლის ვიყავი, ილიკო 12-ის და ამიტომ რაღაცნაირად მაგრამ ის ილიკოს ცეკვას მოესწრო სცენაზე. ალბათ გაუხარდებოდა ახალგაზრდები რო ენახა აუდიტორიაში.
ძალიან გაუხარდებოდა. საერთოდ ბევრი რამე რაც ნინო რამიშვილი გვეუბნებოდა და გვარიგებდა, ის მისი იდეები, რაც თვითონ ვერ მოასწრო რომ განახორციელებინა, მერე უკვე ილიკომ განახორციელა, იმიტომ რომ მართლა საოცარი ქალი იყო, იცი, აი ჩემთვის იყო რაღაცა მაგალითი ყველაფრის, სულ მინდოდა რომ დავსგავსებოდი და სხვათა შორის აი სვიცი რას ამბობ და მე არა ვარ მოცეკვავე, მე არა ვარ ქორეოგრაფი. მე ვარ ჯარისკაცი და მთელი ცხოვრება ვიბრძვი და მართლა ესე იყო, იცი? აი მართლა ესე იყო და იყო ძალიან დიდი პატრიოტი და სულ იყო ოპოზიციაში. არ არნიშნულობა ვინ იყო მთავრობაში, ყველასთან იყო ოპოზიციაში. ძალიან უკომპრომისო იყო, იცი? ნინოს გვერდზე ყავდა ილიკო და ის იყო ძალიან დიდი მართლა დიპლომატი და თავის იმას გაასწრო დროს ალბათ ნახევარი საუკუნით, იმიტომ რომ თვითნაბადი იყო, აი რაღაცა არ ვიცი, არა მარტო გენიალური მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ის იყო აი ნამდვილი პროდიუსერი. მას რო ეცხოვრა ეხლა, ნუ არ ვიცი, პროდიუსერობა მართლა ის იყო, რასაც ის აკეთებდა 40-იან 50-იან წლებში და თან ტოტალიტარული რეჟიმის აი პერიოდში და საბჭოთა კავშირის დროს და იმის ნაწილი იყავი და იმას ბედავდნენ, რომ მაშინაც საქართველოს დროშით და საქართველოს სახელით აფიშებზე გამოდიოდნენ. და ნუ აი არ ვიცი რაღაცნაირად ეთყობა აი ახერხებდა ილიკო ახერხებდა და ამიტომ ნინოს თავისი რა თქვა დისიდენტური აზრებით უკვე არავინ აღარ უსმენდა და გვარითაც ამიტომ სულ ნინო იყო რაღაცნაირად ილიკოს სულ აფარებდა ხელს არასდროს არ დაყავდა რაღაც ოფიციალურ მიღებებზე რომ რამე არ ეთქვა იქ ვინმესთვის მისი გვარი იყო პრობლემა გვარიც იყო პრობლემა არის ალბათ რამიშვილები არის ძალიან გავრცელებული გვარი და ძალიან ბევრია რამიშვილი და არ არიან ერთმანეთის ნათესავები, მაგრამ მაინც ეს ნოე რამიშვილი ეს დამოუკიდებლობის წლები, მერე ეს 21 წლის ამბები, ამ ყველაფერმა და თან ნინოს განწყობა ამას ყველაფერს. მამა დაჭერილი ყავდა, დაიღუპა გადასახლებაში და აი ეს ყველაფერი ქონდა აი აგრესია აი ამ მთავრობის მიმართ, კომუნისტების მიმართ, წყობის მიმართ სულ და ამიტომ რომ რაღაცნაირად ილიკო ამას ანეიტრალებდა. მეც ბევრ ამას ვანეიტრალებ, მართლა რომ გითხრა, მჭირდება რაღაცნაირი, აი რაღაც დიპლომატიური რაღაც, ნუ ბოლომდე მაინც არ გამომდის ხანდახან, იცი, ამომასხავს ხოლმე. ახლანდელ კულტურის მინისტრთან გქონიათ შეხება, რაც დაინიშნა თიკა. კი, როგორ არა, მქონდა ერთი მანამდეც ვიცნობდი, სანამ მინისტრი გახდებოდა და მერეც ახლა ჩემზე მდგომი ორგანოა და ბუნებრივია, რომ ახლა პერიოდულად სამინისტროსთან გვაქვს ურთიერთობა, ვაგზავნით ყოველ კვარტალში ერთხელ გეგმებს, ყველაფერს, რასაც გთხოვენ, ყველაფერს ვასრულებთ. ნუ გასაგებია კი, ახლა როგორ არა, გინდა არ გინდა გაქვს ურთიერთობა სამინისტრო არის იმის იურისდიქციის ქვეშ ხარ და ბუნებრივია სახელმწიფო ანსამბლი ვარ მე ხო არა ვარ კერძო კომპანია ხო ამიტომ მაინც ვეკუთვნი სახელმწიფოს და ბუნებრივია უნდა მქონდეს ურთიერთობა დღეს საქართველოს პრაქტიკულად უარი თქვა ამ პროევროპულ კურსზე თქვენ როგორ ხედავთ აი ამ მოვლენას და თქვენთვის რა პროცესი მიდის ახლა ну მე მგონია მე ვთვლი რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა არ ვიცი ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ გვივარგა მე ესე მგონია დღესდღეობით იმიტომ რომ ცირა ირჩევ ან იმას ან ამას შე რო შეგეძლო საერთოდ დამოუკიდებლად არსებობდე საქართველოს არ არის ქვეყანა ვინც მარტო შეძლებს ძლიერი პარტნიორის გარეშე არსებობა სამწუხაროდ ყოველთვის ესე იყო და როცა გაქვს ეს მომენტი რომ აირჩიო რუსეთს თუ ევროპას შორის ნუ რატო უნდა უთხრა უარი ევროპას არ მესმის რუსეთი რომელიც ყოველთვის იყო შენი მტერი, ყოველთვის იყო დღესაც უნდა რომ ჩაგითრიოს და მისი ნაწილი გაგხადოს, დღესაც თვლის რომ ხარ კავკასიის რაღაცა გუბერნია და მარტო თქვა სიმღერა და ხინკალი შეგილია. აი მინდოდა მეკითხა და მას გაღიზიანებთ, როდესაც მაგალითად გიგრძნიათ ეს რომ სუხიშვილები არის გასართობი მათთვის. არა მარტო სუხიშვილები, ზოგადად ცეკვა და სიმღერა მაგათი გასართობია. გასართობად უნდა ხარ რა ფაქტიურად. აი ევროპელი მაყურებელი და რუსი მაყურებელი. თქვენ რუსეთში გასტროლზე თქვენ უარს ამბობთ და არ გქონიათ დიდი ხანია, მაგრამ 2008 წელი, არა 2005
წლის მერე. კი ბატონო, ომის შემდეგ თქვენ არ ყოფილხართ რუსეთში გასტროლზე, მაგრამ როცა ყოფილხართ, ეს გიგრძნიათ, ეს განსხვავება აუდიტორიას შორის, რომ ევროპაში, ევროპელი მაყურებელი მართლაც რაღაცნაირად აფასებს, ეთაყვანება ამ ტრადიციას და აი, რასაც ეხა ამბობთ, გასართობად. არა, უნდა გავიხსენო, ეხა ბოლოს დიდი კონცერტი, ესეთი რეალურად, ესეთი მასშტაბური მოსკოვში და პეტერბურგში ქონდა 2002-ში. მაგის მერე არ ყოფილხარ? აი დიდი კონცერტი არა. პატარა პროგრამებით 2005-ში ვიყავით. ხა უყვართ ეს ქართული ჭამასმა და ქართული ცეკვა სიმღერა, ხა ვერ წაართმევ. ხო, უყვართ, თავისი გონიათ და ნუ უნდათ. კი იყო წარმატება, ძალიან უყვარვართ. სხვათა შორის ევროპაშიც ახლა ხშირად ემიგრანტი რუსები ძალიან ხშირად მოდიან კონცერტებზე, აი რაღაც ქვეყნებში, სადაც დიდი ხანია ცხოვრობენ, უკვე მეორე მესამე თაობა და გიждდებიან ისე მოწონთ. მაყურებელი ხო გეუბნები, ყველგან ერთი მყავს, ის ყოველთვის აღფრთოვანებით გიყურებს და ტარს გიკრავს და ნუ საოცარი ემოცია მოდის. არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების მაყურებელია, ხო? ერთნაირად ღებულობს ამ შენ ხელოვნებას და მოწონს. ამიტომ აი მაყურებელს ვერ გავყოფ. ეხლა კონკრეტულად ხალხზეც ეხლა რა უნდა გითხრათ. ეხლა მე არ მომწონს აქ ქვეყნის ესე ვთქვათ გეზი და განწყობა და პოლიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ხალხიც ეგეთი ყავთ. მიუხედავად იმისა, რომ მე მყავს ბევრი რუსი მეგობარი, ამხანაგი და ძალიან რთული იყო ომის მერე მათთან კონტაქტი, იცი, დრო დამჭირდა, სანამ არ დავინახე, რომ ისინიც ამას უარყოფენ და აღიარებენ თავისი ქვეყნის, ესე ვთქვათ, საძაგლობას, მერე შევძელი ურთიერთობა. თუ გაგიჭირდათ მეგობრებთან ურთიერთობა. მაგრამ ნუ გააჩნია კიდე ზოგიერთი, ვინც თვლის, რომ თვითონაც მსხვერპლია. მე მიმაჩნია, რომ არიან რუსი დისიდენტები, რომლებიც ბევრად პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე ნებისმიერი ქართველი პრორუსი პოლიტიკოსი ცხოვრება აღარ შეიძლება. კი ბატონო, საქართველოში რაღაცნაირად ინტელიგენცია ტრადიციულად იყო ყოველთვის პროსახელისუფლებო. აი, არ ვიცი, სულ და რატომ როგორ ფიქრობთ ვეძახით ინტელიგენციას. რა არის ინტელიგენცია? მე მგონია, რომ 37 წლის მერე ინტელიგენცია აღარ არსებობს. ამიტომ არ ვიცი, გააჩნია, ახლა ხო ეძახდნენ წითელ ინტელიგენციას, ვიღაცას ეძახდნენ ისე. მე ძალიან ბევრი მართლა ისეთი არისტოკრატი ხანში შესული ადამიანი მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, აი ბებიაჩემის ნაერი ხალხი, ხო? ის არასდროს არ იყო პრო, ესე ვთქვათ, ხელისუფლებით, ყოველთვის იყო იმათ წინააღმდეგ. იმიტომ რომ იმას სხვა ღირებულებები ჰქონდა, ის ვერ იქნებოდა ვერც ერთი მთავრობის კარზე, ასე ვთქვათ. და მეც ვცდილობ, რომ არასდროს არც ერთ ხელისუფლებაში ვთვლი, რომ არ უნდა მქონდეს ძალიან ახლო ურთიერთობა მთავრობის წევრებთან, არავისთან. ჯობია შორი ახლოს იყოს, არც სუდად ვიყო, არც კარგად ვიყო, მაგრამ აი მეგობრების, ესე ვთქვათ, წრეში არ მინდა მე, არც მთავრობის წევრები და არც იმიტომ, რომ სხვა ეს არის, იცვლება შეხედულებები, იცვლება მათი ახლა არც სურვილი გაქვთ ალბათ. არა, სურვილიც არა მაქვს ნამდვილად. ჯერ ერთი იცით რა ეს ორმხრივია. ყოველთვის ურთიერთობა ნამდვილად. კი ბატონო, რთულია ახლა ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, რომელიც არ ვიცი, რუსული ორიენტაციის არის, რა თქმა უნდა. ხო, და გჯის, იმიტომ რომ შენ სხვანაირად ფიქრობ. აი ამას გძნობთ ანსამბლზეც და ხო, რა თქმა უნდა, მე ხაი მაგალითად წარმოიდგინე, რომ მე ჩემ ანსამბლში მყავს ბევრი სხვადასხვის ოცნების მომხრე. აი რატომღაც რომ ამის გამორის ოცნების მომხრეა, რომ მე მაგას ან ცეკვაში არ დავაყენო, ან გასტროლზე არ წავიყვანო, ნუ რა იდიოტობაა, ხო ახლა და ბევრი უბრალოდ სხვანაირად რო ფიქრობს, სამსახურები დაატოვებინეს. ხო და აი ეს არ მესმის, აი რატო? პოლიტიკა და კულტურა იმიჯნება? აი მე მაინც ფიქრობ, რომ კულტურაც არის პოლიტიკა და სპორტიც არის პოლიტიკა და არაერთხელ მithქვია, რომ მახსოვს ემოციური იყო ჩემთვის, როცა რუსი მოჭიდავე დაამარცხა, ჩვენმა მოჭიდავემ და აი ესე ქართულ დროშაზე ესე რო შვებოდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. პოლიტიკა აბა რა არის ეს? ხო, აი ეს არის ფაქტიურად მე ესე მგონია, რომ ხელოვნებაც, იცი რა, ადამიანი ხელოვანი ვისი სიტყვა აქვს ძალა, იმან ყოველთვის უნდა ამოიღოს ხმა. და არ ვიცი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, თუ ხარ პატრიოტი, თუ გტკივა, თუ შენი ქვეყანა გენაღვლება. ნუ რა მოხდა, შენ ესე ფიქრობ, მე ესე ვფიქრობ, მე რა, ამიტომ რა უნდა დაგატოვებინო სამსახური, უნდა დაგემუქრო.
მაშინ სად არის დემოკრატია? სად არის სიტყვის თავისუფლება? ხო? მაშინ ეს მარტო სიტყვებია, ხო? კი ბატონო და მათ შორის ტრადიცია დღეს გამოიყენება როგორც რაღაც შირმა ავტორიტარიზმისთვის და თქვენ მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ტრადიციული ანსამბლის ხელმძღვანელი. რატომ მოხდა აი გადაგვარება აი ამ ტერმინის? აი ზუსტად გადაგვარება მოხდა. აი სიტყვის მნიშვნელობა არიციან რა არის ტრადიცია. რას ეძახი ტრადიციას, ხო? მე ვთვლი რომ ქართული ტრადიცია არის იმ თავიდანვე თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ბრძოლის უნარიანობის და თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის თავდადება. აი ეს იყო ქართული ტრადიცია. ეს ყოველთვის იყო ეს თავისუფლების მოყვარე ქართული სული ყველაფერში ჩანს და ცეკვაშიც მათ შორის. მებრძოლი ცეკვები და მებრძოლი ილეთები ეს თავისთავად პროტესტია. როგორც თავის დროზე საუკუნეების დროს ხორუმი იყო რაღაცის პროტესტი, ხო? ის იგივეა დაუშვა დღეს რაღაცა არის ხანდახან სასოწარკვეთა. უიმედობაც ჩანს ხოლმე ცეკვაში, სევდაც ჩანს, აი ყველაფერი ჩანს, აი როცა ქმნი რაღაცა ახალ იმას, აი რაც გაწუხებს და ტკივა იმას საკეთებ, ხო? ჩემთვისაც მხოლოდ ასეთი ქორეოგრაფია საინტერესო, რომელიც რაღაც ეპოქას ასახავს. ხანდახან უიმედობა, ხანდახან რაღაცა იმედის ნაპერწკალი, ხანდახან რაღაცა თავგანწირვა, აი რაღაცები ჩანს ხოლმე. ხო და ეს ისედაც პატარა ისე დაინახო, არ არის აუცილებელი რომ მიგანიშნო, რომ აი ამაში ეს ვიგულისხმე. ეს ვისაც როგორც უნდა ესე იგებს. როდის იგრძენით ბოლოს სიამაყე თქვენი ქვეყნის გამო და სირცხვილი თქვენი ქვეყნის გამო? სირცხვილი რამდენჯერ მიგწვნია, ვერც ჩამოვთვლი ალბათ. და სიამაყეს გძნობ, როცა გულანთებულ ახალგაზრდებს ვხედავ, იმიტომ რომ იმათ არ აქვს შეგრძნება შიშის, რისკის და მომავლის იმედი აქვთ. და არეშინიათ და აი რაღაც აი ამას აქვს აქ ეს შეება პლუსია, შეება მინუსი, არ ვიცი, მაგრამ აქვთ აი ეს რაღაცა შიშის გზნობა არ აქვთ. რისკიანები არიან, გულანთებულები არიან და მომავალი უნდათ. აი რამდენჯერ ყოფილა ჩემი ასაკის ხალხი ვთქვა, აი მე ვერ მოვესწრები მე ამ ქვეყანაში ნორმალურ ცხოვრებას, რამდენჯერ გვთქვია ან გაგვიფიქრებია, ამათ ეს არ აქვს და ისინი მეამაყებიან ზუსტად. სცენა თუ ქუჩა, სად იბადება ნამდვილი მოძრაობა? აი ეგ რთულია, იმიტომ რომ ხანდახან ქუჩაში იბადება და მერე მოდის სცენაზე. მოძრაობა, რომელიც ყველაზე ლამაზია და შეუდარებელი. მე ვთვლი რომ ყველანაირი გემოვნებიანი მოძრაობა არის ლამაზი, იმიტომ რომ გემოვნება ხო მოძრაობაშიც არის, გემოვნება საქციელშიც არის, ლაპარაკშიც არის და აი მოძრაობაშიც არის გემოვნება. აი არის ხოლმე რაღაცა მოძრაობა, არ არის აუცილებელი ცეკვის მოძრაობა იყოს, თუნდაც ქუჩაში გავლის და ის არის გემოვნებით გაკეთებული და არის უგემოვნო. სუხიშვილები არის თქვენი ვალდებულება თუ თქვენი სიამოვნება? სუხიშვილები არის ჩემი პროფესია. რომელიც მაძლევს ძალიან დიდ სიამოვნებას და ფაქტიურად ჩემი მთელი ცხოვრება ეგ არის რა. ეს არის ჩემთვის მთავარი ცხოვრება. თქვენი საყვარელი სოლო ნომერი შეიძლება თქვათ სუხიშვილების რეპერტუარიდან? სოლო ნომერი როგორ ასრულებდა ყარაჩოღელს თამარ ელიოზიშვილი. ეს იყო ჩემი საყვარელი სოლო ნომერი. როგორ ასრულებს დავლური სოლოს ფიქრია ყიფიანი. როგორ ასრულებს ახალი ცეკვის სოლოს, ჯარას სოლოს ლაშა ცხვარაძე. აი ერთს ვერც ვიტყვი, მაგრამ აი ძალიან ფაქტიურად მოცეკვავე მაყვარებს სოლოს. რა რჩება სცენიდან გასვლის შემდეგ? იცი რა რაღაცა ესე ეშვები, თითქოს აი დაძაბულობა მოგეშვა, აი როგორც კი ფარდა იკეტება, იჩუტები. ნერვიულობთ ხოლმე კონცერტის წინ? ყოველ კონცერტის წინ. რომელი ქვეყნის ქორეოგრაფია მოგწონთ ქართულის გარდა? მე ძალიან მომწონს ესპანური. იმიტომ რაღაცით თითქოს საერთოა. არგენტინული ქორეოგრაფიაც მომწონს. რაღაც ისეთია, უფრო მეცეცხლოვანი ქორეოგრაფია მიყვარს, აი ემოცია როდევს რაღაცა. ქვეყანა, სადაც გინდათ რომ წახვიდეთ და არ ყოფილხართ? მე პერსონალურად ძალიან მინდა ჩრდილო ევროპის ქვეყნებში, იმიტომ რომ რაც მე დავიწყე ანსამბლში მუშაობა, ანსამბლი დიდი ხანი არ ყოფილა ამ ქვეყნებში და ამიტომ ის ჩრდილო ევროპა მაინტერესებს ძალიან. რის მიმართ გრძნობთ სიძულვილს? ღალატის.
აი ეს არის რაც აი მანგრევს. რომელ ისტორიულ ფიგურასთან ისადილებდით? ვინსტონ ჩერჩილთან. აუცილებლად მასთან ერთად ვისკის დავლებდი და ბევრი შეკითხვები მაქვს, იცი? წლების შემდეგ რა გინდათ რომ თქვენზე თქვენ? რა ვიცი, აბა რა მინდა. ნუ რასაც იტყვიან, ყველაფერი ოკეი იქნება. ნუ მთავარია რომ შევასრულე ის მისია, რაც ავიღე ჩემ თავზე და დამევალა. რას ვერ იტანთ სცენაზე? ხალტურას. ვერ ვიტან. აი რო იპარავს ფეხს, ძალიან არ მიყვარს. რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში? მე სიმაღლის მეშინია ძალიან. ზემოდან ვერ ვიხედები. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ეს ნივთები ყველაფერი ნინო სუხიშვილმა აღმოაჩინა ახლა მანქანაში, გზად რომ მოდიოდა ჩვენსკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მანქანაშიც ძვირფასი ნივთები ინახება პრაქტიკულად, იმიტომ რომ ინფორმაცია გვიან მივიღე და უკვე უახლოვდები. უკვე უახლოვდები და მეთქი სამი ნივთი, სადმე ჩანთაში მაგ, მანქანაში მაგ და უცებ მივხვდი, კი არის ესეთი სამი ნივთი. რამდენად ძვირფასია ზოგი არ ვიცი, ხა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რა თქმა უნდა, არის აი ეს წიგნი, ეს არის ნინო რამიშვილის წიგნი, რომელიც აი მე გავაკეთე ნინო რამიშვილი წელიწადის 4 დრო მისი ცხოვრების და მართლა ძალიან არ ვიცი ახლა აქებას არ დავიწყებ ძალიან ლამაზი წიგნი გამოვიდა მანან არაბულთან ერთად გავაკეთეთ ეს წიგნი და მართლა ძალიან ისეთია ჩემთვის ძალიან ძვირფასია თვითონ პიროვნება ნინო რამიშვილი ჩემთვის განსაკუთრებული იყო და არის ყოველთვის მაგალითი ცხოვრების და ეს წიგნიც ძალიან ლამაზი გამოვიდა და ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია და შემთხვევით მქონდა მანქანა შეტყობა სადღაც მიმქონდა უნდა ვინმესთვის მიმეცა და აი შენ გიტოვე ძალიან დიდი მადლობა მეორე ძვირფასი ნივთი რომელიც სხვათა შორის ახალი დამზადებულია ეს არის ჩვენი ბრენდი სუფთა აბრეშუმი აი აქ ნახე აი ეს აქ გუჩი არ წერია სუხიშვილი წერია სუხიშვილების ხო ეს არის ძველი ბაღდადი რომელიც 40-იან წლებში სოლიკო ვირსელაძემ ბებიაჩემისთვის შექმნა პირველი ვერსია ჯეირანის რომელიც რეპლიკა გავაკეთეთ არის 100%-იანი აბრეშუმი და სხვათა შორის ეს ნიმუში მაქვს ახლა მთლიანად ჩამომივა ლამაზე ესე გავიკეთე იმიტომ ტელევიზიაში რაღაცა ლამაზი მომწონს ხოლმე ეკრანზე როცა რაღაც ჭრელი გაქვს ლამაზად ჩანს ხოლმე ეს უბრალოდ ესე გავიკეთე ამასაც გიტოვებთ ასე ვთქვათ და მესამე ნივთი ვერ გეტყვი რამდენად ძვირფასია მაგრამ ძალიან საჭირო ყოველთვის მაგ ჩანთაში და მანქანაში აი იმიტომ სულ რაღაცას ვზომავ ხან სცენას ხან დარბაზში მაქვს რემონტი ხან შენობის შესასვლელში ხან აგარაკზე ხან თაკარას სცენა არის რაღაც გასაკეთებელი იქ არის გასაზომი ხო და ზუსტად უნდა გამეზომათ დღეს რაღაცა თაკარას სეზონს ვიწყებთ ჩვენ მალე თვის ბოლოს ახალ საზაფხულო სეზონს ამიტომ ეს ძვირფასი არის არ არის ალბათ მაგრამ ძალიან საჭირო ნივთია და სულ მაქვს თან აი მოკეთეს უცებ გადავწყვიტე რომელი სამი ნივთი მოგიტანოთ ან იმას არ დამიტოვებთ როგორც მეხდი ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის და ველოდები გასტროლებს, ველოდები კონცერტებს, ველოდები სიახლეებს და ძალიან უახლოესი კონცერტები გვაქვს ეხლა 13 და 14 და 15 ივნისი აი ახლა, იმიტომ რომ შემდეგ დიდი ხანი აღარ გვექნება, იმიტომ როგორც გავიგე ჩვენი საკონცერტო დარბაზი რამდენიმე წლით დაიკეტება რემონტზე. და ნუ მე ალბათ ქუჩაში გადავალთ, იქ გავაკეთებთ კონცერტებს. რაც შეეხება ჩვენ ღია სცენა თაკარას, ყოველ დღე ველით ყველას ზაფხულის განმავლობაში საზაფხულო პროგრამებით, ასე რომ არ მოვაწყენთ ხალხს თავს სხვადასხვა ახალი დადგმებით და ნუ მე ვნახოთ, სადაც იქნება საშუალება, იქ გავმართავთ კონცერტს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. აი ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი სტუმარი, გადაცემა, მოკლედ აქვე შეგახსენებთ, რომ უნდა გვიპოვოთ Instagram-ზე, უნდა გვიპოვოთ Facebook-ზე, TikTok-ზე, ნუ YouTube-ზე თავისთავად უნდა გვიყუროთ, გამოგვიწეროთ და მე გებშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე და არ დაგავიწყდეთ, რომ მოგწეროთ კომენტარებში, ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად.